გამარჯობა რუსიკო. გამარჯობა ნანიკო. გამარჯობა YouTube მაყურებელო, ჩვენო community ყავს უკვე? სხვათა შორის ყავს და ძალიან გთხოვთ, მოგვიწონეთ და გამოყევით. ეს მაგრამ მოგწონს, ხო? ხე, იმიტომ რომ ხო დავჯიქი YouTube-ზე. და თქვა რომ დაქვია. არ მინდა, მე მინდა ქართულად ვილაპარაკო, ნახე. მე მინდა ქართულად, აგვედევნე, გამომყევი, ანუ follow რა არის? განყუთვა. განყუთვა მეზიზღება, საშინელი სიტყვა. აი მეზიზღება, კიდე რა გეზიზღება? აგვედევნე მირჩევნია რომ ამედევნე ვიდრე დამეფოლოვე. მომჭამე. მომჭამე არ მინდა რომ მომჭამო. როგორ ახარ? იდეალურად. გვათრიეს ხო ამას წინათ? სხვათა შორის კარგია ხანდახან რომ გათრევენ. გეტყვი რატო? რაც უფრო მეტად გვათრევთ, იმით უფრო ძლიერდებით. ეგ იცოდეთ თავშივე. ანუ რაც უფრო მეტ ენერგიას გამოყავთ ჩვენი მიმართულებით, მნიშვნელობა არ აქვს ეს დადებითი იქნება თუ უარყოფითი, ჩვენ ეს მხოლოდ გვაძლიერებს, მეგობრებო, ასე რომ ანუ მომწონს ეს ეჭდომა. შენ არ მოგწონს ეს ეჭდომა? იცი რა, რას ვაფუჭებ არ ვიცი. იმდენი ხანი ვიჯექი ასე და იმდენი ხანი ვიდექი ასე, რომ ეხლა რაღაცნაირად მოვეშვით და ასე არის ჯექი ბავშვობაში? აბა სვეჩკა! სხვადასხვა სვეჩკა იყო პირველი მეტყველებაზე გაყენებდნენ თეატრალურში? სვეჩკა! სანტენი! მიდინა პარაკე. გინდა მეც გავაკეთო სვეჩკა იქით. ესე ვილაპარაკო. გოჟი ღამე 11 საათია სადღაც 12 არა შეიძლება პირველიც კი მე ამ დროს მძინავს ხოლმე ეს როგორც ამბობენ ხო და საბაგწოს ჩვენი გეხოცები რა დინოზავრის ხმაზე რამე ჩაწერე ჯერ რა თქმა უნდა ვერ მივხვდი დინოზავრის ხმაზე რამე კი არ ჩაწერეო თუ შეგიძლია დინოზავრის ხმა გამოუშვიო დინოზავრის ხმა გამოუშვიო და დინოზავრზე გამახსენდა ახლა ერთი ანეკდოტი. მოკლედ დინოზავრი, პატარა დინოზავრი კი. მოჩიჩქნური. თირექსი, პატარა. ნუ აი როგორია, იცი აი ესეთი საყვარელია. ესეთი მუგაროკლები. ნუ ის ძალიან საყვარელი სასამართლოზე ზის. დანაშა. დამდებული სკამზეჯის. და მოსამართლე დინოზავრი ეუბნება. შენ შეჭამე მამა შენი გახლიჩეს ჭუაზე, ამოაცალე ნაცლავები და ჭამე. ხო. შენი ყავიო, შენ ძმებს დაუარე და აგლიჯე ფეხები, ხელები და ყველაფერს ისში ჩაიყარე და გაგლიჯე. ხო. დედა შენი შენ შეჭამეზე საზის ხარ არსებავ. ხო. ვიხარ ამის მერე მითხარი. ობოლი. ობოლია, ხო, ყველაფერი შეჭამო. ობოლი. მოკლედ, ანუ ეს რუბრიკა არის, არ ვიცი, ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული, რაც კი შეიძლება რუბრიკები. აი რუბრიკები ხო გიყვარს? აი ეს რუბრიკა მიყვარს აი საკუთარი შვილივით. ნახეთ რა რუბრიკა და მე დაგვირეკეთ. ენა ინტერვიულა ნინოც. რატო? ყველაფერი მაგრამ გამარჯობა ნინოსა. გამარჯობა საბა. როგორ ხარ? კარგი, ჩემ როგორ ხარ? ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით რიყის პარკში. რიყის პარკი გამოირჩევა თავისი არაჩვეულებრივი ბუნებით, სიმწვა. აი. ჩვენთან ქალაქში ძალიან ბევრი ტურისტია. ყველა მათგანს თავისი ისტორია აქვს. მოდით გავიკოთ თუ რა ისტორიას მალავს თითოეული მათგანი. მოდი აქ. ეხლა არაფერს არ ვაკეთებთ ისეთ, რაც შეიძლება რომ იყოს ღირებული და მნიშვნელოვანი. ამით ჩვენ თავს მივშვიდებთ. და ძალიან მაგარია. მცენარეების ყურება და იმ მცენარეებთან შეხება და ერთი 5 წუთი მათი ყურება სიმშვიდის გამომწვეველი. და აი ჩვენი პირველი გამლელიც გამარჯობა. რას აკეთებთ რიხის პარკში? გამარჯობა. რას აკეთებთ დღეს აქ? დღეს აქ ვარ. ისე თქვენი აზრით ჩვენ როგორ ვართ?
არა ვიცი, კარგია. თქვენ როგორ ხართ? მე კარგად. ხო ძალიან მაგრად ხართ. აი რამდენად მაგრად ხართ, რო გითხრათ. ძალიან, მიდი გითხარი, ძალიან მაგრად ხარ. ძალიან მაგრად. By the way, you look so good. Yes, yeah. How do we look? Pretty nice. How can people find you on Instagram? Instagram This is it. Lexi, Especially especially for Sabani. for Sabani. Yeah! როგორ ხართ? კარგად, მადლობა. შენი რა? კარგად. ვინ გაგოცათ? ნატა. ნატა. შენ ცოტამ გაგოცა? ხო. ნატა. და ნატას ვინ აკოცა? მეც მაკოცა ნატა. თუ შეგიძლია რომ შენ გამოხატო რამდენად კარგად გხსნო თავს ახლა ამ წამს. აი ემოციით, ხმით, თუ გინდა რითიც გინდა ყველაფრით გამოხატე. მიდი. რა რაირეთ? აი როგორ როგორ შენ გინდა? გინდა. Go ahead. მიდი. დიდი. ერთი. ეგრე. დაგახელი. ნახევოდი შენ, შეინჯერია. არა, არა. მიდი. არა, ყველა ვარიანტი. პატარასას არ გვიყვირებ, აი. მიდი პატარა. არა. მიდი პატარა. თუ კიდე ჩაგეღოთ. მოდი. Yes! შენ მე მგონი მაგარა გაიშვით. Two questions. We have Come, just one come. question. Feel it. Pay for it. No, of course. First time in Georgia. This is my first time in Georgia. Can you Yes. express what you're feeling right now? Without words. Without words. You can just scream if you want. If you want to. Oh, we can just maybe jump. Maybe jump. Just. Oh, you- maybe you we feel can this? hug. You need positive hugs. Come on. Thank you. Thank Come you on. guys. Yeah. Okay, I Thank do you. actually feel better. So how do you feel? Can you accept I feel better. I feel a lot okay. better. You feel that? And I'll follow you on YouTube. Yeah, Okay. thank you. მარტო მე უნდა გაგოცო. არა, აქ აგერ გაგოცებ. მოდი შენ აქეთ მაგოცე. აი ეგრე მე ბიჭო, მოდიყავი. და ამით ჩვენი with you. დასასრულს მეუახლოვდა. კაი კონცერტი ხო არა გვაქვს იმე. ეხლა კი ეს ბოლო სიმღერა იქნება და ყველანი წავალ სახში. დაუარე, ეხლა გთხო. Okay. Llora Lucifer, y un día lloré pesela. ესა, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მაგარი პარტნიორი იყავი. დიდი მადლობა. ესა მივდიოდი და ძალიან მაგარი იყო და ძალიან ბედნი. და ისე მომედი სახ შეფთვის მე ერთხელ. Hello. ხოდა დასასრული სანამ დაეწერება ბოლომდე რა. დასასრულ უნდა დაეწეროს. კადრი გაწყდეს, ჩვენ საფირ მოხმარო გაქვთ, და აქ ვყრივართ ესე და მესოცხა სახე. აქ ვყრივართ ესე გვამებივით. აიმე. ვახ. მაგარია ცხოვრება. იზავე საერთოდ. კი. მადლობა რომ აქ ხარ. მადლობა რომ მომიწვიეთ. და წარმატებები თქვენ. მადლობა. დიდი მადლობა მართლა, იმიტომ რომ შენაირი სტუმარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ანუ სანამ ეს მეტანიებს აკეთებ, მე პირადად გეტყვი როგორც მადლობა რომ მოხვედი. მადლობა რომ მოხვედი. სიკვესე გიტარა უნდა მოვიტანო, ახლა მე მგონი ის დროა. და დაამღერებს. კაი, მართლა შენ დანახვაზე მარტო მეცინება, მაგიმება, რაც პირდაპირ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ მომახსოვს არ ხასიათზე ყურადღება. მაყენებ რა. ძალიან კარგია და ეს ეგ. კარგია. მე არ მომახსოვს ყურადღება. მე ვიცი რომ მიშა ჩვენ დღეს არ გვიმღერებს, იმიტომ რომ არ შეიძლება. ყველაფერს, ყველა YouTuber-ს აქვს თავის წესი. გასაგებია? ამიტომ აქ გიტარის ჭერის უფლება მაქვს მარტო მე, მიშას არა. შენ რო სხვაგან წახვალ რისი უფლება გექნება რა, არ უნდა გააკეთო თქვა. არა. მისთვის გიტარა და სიმღერა არის თავისი. იმიტომ რომ მისი კონტენტია და ჩვენი რა ექსკლუზივი. კონტენტია რა, არ უნდა გავაკეთოთ სხვაგან ბოდიში რა. ჩვენ? ხო, მართლა დავაინტერესა. მე მგონია რომ ჩვენ ყველაფერი ყველგან უნდა ვაკეთოთ. კაი. რატო გადაწყვიტე რომ აი ეს ფორმა კარგი იქნებოდა შენთვის რასაც აკეთებ. მე ძალიან მეცინება, მაგრამ ხშირად ყურში მხვდება გარკვეული ადამიანებისგან რაღაცნაირად. შეიძლება ძველმოდურად ფიქრობ, შეიძლება არ ვარ ძალიან თავისუფალი, მაგრამ რატომ მაინდა-მაინც ეს? ანუ სკაბრეზი ზოგადად ეს მიხებული ფორმაა ლიტერატურაში და ამას თავის არსებობის ისტორია აქვს, მაგრამ მაინც არის რაღაცა, რაც ჩემ ყურს აწკაპული. სკაბრეზი რა არის თქო, მკითხო და არავინ არ მკითხავს. სკაბრეზი არის, როდესაც შენ ანუ უცენზურო არანორმატიული აი ნახეთ უკვე ნერვები ეშლება, რომ დღეს
რაღაცნაირად უნდა მოახერხოს. რომ გავჩერდე. და 10-10 სხვებს და ნუ გეშლება ნერვები. ესე იგი რატო სკაბრეზი? მაინც და მაინც. გეტყვით, ცინკვესები არის, ცინკვესების ბაბუა არის შაირები, ხო ასე? ჩვეულებრივად შაირებია. შაირები და სკაბრეზი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან რა და რახან პლატფორმა იძლეოდა საშუალებას YouTube-ის და რახან ტელევიზიის იუმორ ცოტა ისეთი აკადემიური იუმორია და ჩემი აზრით ცოტა დაღლილიც. გადაღლილი იუმორია ტელევიზიის ცოტათი შეიძლება კი მოდი ვაღიაროთ რა ჩვენს ტელევიზიაში ნამუშევარი კაცი ხარ იცი რა ფორმები ვიტყვი რომ არის რაღაცები რაზეც მეცნიერება ტელევიზიაში კი რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ერთ ხვაფში ვერ მოხარშავ კი ბატონო კი უბრალოდ რა არის იცით ახალი ფორმის მოფიქრება არის რთული სატელევიზიო იუმორისთვის იმიტომ ძალიან ჩარჩოში ხარ ხო ამიტომ YouTube იძლეოდა ამის საშუალებას და ამიტომ გავბედეთ ეგ ამბავი თან ცინკვესი იცით როგორია 60-40-ზე მაქვს ხოლმე სკაბრეზი ვცდილობ რომ იყოს ჯანსაღი იუმორიც იყოს სკაბრეზის და ყოველთვის ვცდილობ რომ ხუმრობა მხოლოდ უზრდელური სიტყვა არ იყოს ეგრეა ხარ უზრდელური სიტყვებზეც ხო უკვე აღარ გვეცნობა ხო არ არის რა იმიტომ რომ კი თუმცა YouTube არის ის პლატფორმა, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ მართლა ფრთები გაშალო რა. კი. ის რა მაინტერესებს? აი ძალიან ახალი იყო ეს, ხო, ჩვენი ქართული YouTube-ისთვის. თავის დროზე რა, მიუხედავად თუმცა, რომ ეხა უკვე ძალიან ტოპი ხარ და ძალიან მადონა ხარ. ხო. თავიდან როგორ შეეგუა მას მაყურებელი მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ ეხა მართლა ახალი მოსულები ვართ და გვაინტერესებს რა, როგორ რჩევები გვაინტერესებს. როგორ უძღვები შენ აი ამ კუთხით შენს უკვე შენ მაყურებელს აი რას თავაზობ რას ითვალისწინებ რას არ ითვალისწინებ აი ჩვენთვის ეს მართლა ძალიან საინტერესოა კი ბატონო თავიდან მინდა გითხრათ რომ ეგრევე სადღაც მე მგონი ერთ თვეში გქონდა 10 თუ 12000 გამომწერი ყავდა ერთ თვეში ანუ ეგრევე ინტერესი გამოიწვია, იმიტომ რომ ტელევიზიაში უყურებდა ამ პროექტს მაყურებელი, მაგრამ აი ზუსტად აი სკაბრეზის გამო რაც პლატფორმამ მოგცა საშუალებას, მეტი ინტერესი გამოიწვია, იმიტომ რომ ქონდა პოტენციალი. ანუ მარკეტინგულად სწორად აირჩია, ანუ კარგი გაყიდვადი პროდუქტია, მაგალითად სიტყვაზე ვამბობ რა, ანუ მოვაქციოთ ბჭყალებში. ეს დღეს კარგი გაყიდვადი პროდუქტია? არავითარ შემთხვევაში. კარგი გაყიდვადი პროდუქტი არის კარგი იუმორი. კარგი იუმორი. აი ხარისხიანი. მაგ შეიძლება პირიქით დაგაზარავოს. აი თუ კარგი იუმორს არ ახლავს არა მე მიხარო და YouTube-ზე გადმოსვლით რომ ტრაკის ვიტყვით ხო. ხო, არა, ეს ჩემს შემთხვევაში თორე შეიძლება იყოს იუმორი კარგი უბრალოდ ამ შემთხვევაში ხმარობთ ამ სიტყვას კრებითად, რომ არ დავძაბოთ მაყურებელი. ხო, მესმის. იმიტომ რომ ხშირად ისმის იქ რაღაცა ისეთი, რასაც თქვათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ხმარობთ, მაგრამ არიან ჩვენზე ძალიან დიდები და ძალიან მაგარი მწერლები, რა ვიცი, პუბლიცისტები, არ ვიცი, ყველაფერი, ვინც ამ ფორმით ერთმანეთში ურთიერთობს, ხო? მაგალითად, კახი კავსაძეზე ხო ამბობენ. კი, მეც მსმენია. როგორ უხდება გინება? ახი კავსაძეს კი მე მგონია რომ ყველას უხდება გინება. ეს ჩემი აზრია რა თქმა უნდა. რატო უნდა უხდებოდეს ადამიანს გინება? არ გიждები გინებაზე, მაპატიოს ყველამ. ნუ რა ვიცი, ყველაფერს გააჩნია, ყველაფერს ალბათ თავისი ის უნდა კონდეს, რა ქვია, ზღვარი. და დღეს ჩვენ ამ ზღვარს ვიცავთ. მგონია რომ ფრთები ამომივა და სადაც ავფრინდები და დავფრინდები. ხო, კაი, ის ეს როგორი იუმორი იყო? სკაბრეზული? არა, სკაბრეზი არის უშუალოდ როდესაც ისმის სიტყვა. სიტყვა როცა ისმის, ეგ არის სკაბრეზი. არა, შენი გადაცემა ძალიან მიყვარს. მადლობა. მეც ძალიან მიყვარს და ხშირად იცი რაზე მეცინება შენ გადაცემაში. რაღაცა ნაზი გოგოები მყავს, რომელიც ასე მგონია რომ აი საპირფარეშიც არ დადიან და უცებ ბიზნესში ზაკიან, მართლა გულიმის ხდება. ერთგვარი ის არის, ხო იცი რაღაც გათავისუფლება, აი მიდიხარ და აი იცი რომ შეიძლება და დავიდა რა წევიდა. ხო და აი როგორ ახერხებ რომ აი რაღაცნაირ გოგოებს და ბიჭებს არ ვიცი, მოანდომო რომ შენთან მოვიდეს, დაждდეს იმღეროს და უბედურებები ამოვიდეს პირიდან. აუ, ძალიან მისწორდება ხოლმე, როდესაც მომყვებიან ეგეთ რაღაცაზე რა. განსაკუთრებით გოგოები, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, საერთოდ არ არის გამაღიზიანებელი ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ სცენარზე ვმუშაობთ რამოდენიმე ადამიანი რა. ანუ წერთ ამას. კი, რა თქმა უნდა, მე და 3 სცენარისტი ვართ, ჩემებს მევწერ, სცენარისტები უწერენ სტუმრებს, რომ ერთმანეთის ცინკვესები არ ვიცოდეთ. თუ რა თქმა უნდა, სტუმარს შეუძლია რომ დაწეროს. ხო. წერს, მაგალითად, მასაკანელი სტუმრები დინამოს ექიმი მყავდა ვიღაცა. ეს ნახე.
ხო, ესენი თავისი ხშირად წერენ, ყავს მაგრამ ხოლმე. როცა ვიცი რომ მომღერალია, მსახიობია და კარგი ეფექტური იქნება, მაგრამ შეიძლება ვერ დაწეროს, ყავს სცენარისტები, რომლებიც თანაც მუშაობენ და ანუ ამ სცენარისტებმა იციან, ისე წერენ, რომ არ იყოს გამაღიზიანებელი და იყოს უფრო ინტელექტუალური ეს კაბრეზი მისი პირიდან. ანუ ესე იგი შენთან მოსული სტუმარი, ვინც თვითონ აი მაგალითად მე მოვედი. ხო. მე შენ დამიძახე, უბრალოდ ფიზიკურად მაშინ ის არ მქონთ, რომ ძალიან მართლა ძალიან მინდა მოსვლა. კი ბატონო, სიამოვნებით გუშინ გიწევთ, დავიწყე ფიქრი უკვე 1-2 დავწერე კიდეც, ჩემი თქმით, მაგრამ ნახე რა მაინტერესებს. ანუ მე ეს სანამ შენთან მოვა და სანამ ეკრანზე გამოვა და ჩაწერაზე დავდგებით, ამას შენი სცენარისტები კითხულობენ? წინასწარ. ანუ არ შეიძლება მე მოვიდე და შენ არაფერი არ იცოდე და ისე ვიმღერო ყველაფერი? ნახე, გეტყვი როგორ ხდება. მე რო არ ვიცოდე? ეგ აუცილებლად. მე არ მეცოდინება. სცენარისტები ყავს რომლებსაც ვენდობი მე და სცენარისტ ჩავაბარებ სტუმარს და ანუ პირდაპირ შენ არ გენდობია გაიგე? მე შენ არ მაინც გენდობია. უნდა ხო, გაიგე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გამოცდილება ის რთულია, ძალიან პატარა ზღვარია. ბოდიში პახაბნსა და ეგ მინდა და მაგას აკონტროლებთ, ხო? ხო, რა თქმა უნდა. ძალიან მარტივია გადაცდომა და ძალიან ცუდი გამოვა ისა რა ქვია. წერე პახაბნობა. ძალიან ბევრი პახაბნობა დავწერე. მაგრამ ეს არის თავისუფლება? კი. არ ვიცი, გეკითხებით შენს. მე კი. იცი რა არის აქცენტი რომ მაინც და მაინც ამაზე არა გვაქვს ხოლმე რა გვაქვს ძალიან სუფთა გადაცემები გვაქვს გააჩინა როგორ წავა ვისთვის როგორ რა ვინ როგორ კომფორტულად არის ხო ზოგადად საინტერესო არის რაღაც დოზით მცირე დოზით და არა ისეთი დოზით რომ მე და აი მაგას ვამბობ ეგ ზღვარია რომ ამაგ ზღვარს არ უნდა გადაგაცემ. ზღვარი ზოგადად ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია, რა. და მუსიკაზე მინდა ვილაპარაკო, რომელზეც გიჟდები. მადლობა. უამეკეტება. ჩემს პლეილისტში არის სულ მღერი და სულ ცეკვავთ შენს სიმღერებზე. საიდან მოიტანე ეს რაღაცნაირი ეს რაღაც თითქოს 60-იანი წლების კი 50-იანი 60-იანი 70-იანიც კი არა არის სტილისტიკა. ხო, 60 უფრო 60-იანი სტილისტიკა. თან აი ზუსტად ისე როგორც მაშინ ისმინებოდა და დაახლოებით 60-იანების ჯაზი არის ჩვენი ქართული ჯაზი. აი ფანტასტიკური. ანუ ატმოსფეროს ისეც ქმნის შენი მუსიკა, რომ აი ბებია ჩემ ცოცხალი. მარტო ჩემი არ არის, ეს არის ჩემი და ჩემი ძმის სიმფონია. შენ და შენი ძმის ხო. აი ზუსტად დაჭერილი, ზუსტად ჩაჭერილი. მე ვიღაცა იტყვის რომ ეს ადვილი არის, რა უნდა? არა, საერთოდ არ მგონია რომ ადვილია. განსაკუთრებით ტექსტი. აი ზუსტად. ტექსტი არ არის ადვილი. ტექსტშიც რო ის ატმოსფერო შექმნა, ეს არ არის ადვილი და ამას მივაგენი როგორ? არ წერ ტექსტებს, წერ ლექსებს. ჯერ წერ ლექსს. აი ის ტექსტები არის ლექსები, ლექსებად წერ. როგორც და ეს ეგრევე ლინკავს იქამდე რა, აი და მელოდიას ვინ წერს მე? ჩვენ ფარც მევწერ და გიგას ფარც გიგა წერს რა. ისე ძალიან კარგი ლექსი ხო დაგიწერი ალბათ ცხოვრებაში. კი, პახაბნური კი. არა, ისე ბავშვობაში არ ქონია მცდელობა, რომ აი დავждე ლექსი დავწეროთ, რომ ყველას გვაქვს რაღაც ეტაპზე მცდელობა, რომ მეც ან სიხარული გამოვხატო, ან სიძულვილი, ან პროფესია. ხო, მაგრამ მე ძალიან უნიჭო. მე ძირითადად გამომდის ძალიან სასაცილო ლექსები. აი ძალიან, ანუ ეხლა ვერ წავიკითხავ ამ ლექსებს, რომ გავწდებით. ანუ არა ვერ ვიმღერებ ხა YouTube-ისთვისაც ძალიან უხერხულია ის ჩემი ლექსები მართლა. აი რა ზღვარზეა რომ YouTube-ისთვისაც ან ზღვარი არა. არა აქვს ზღვარი და. აი მაშინ ისე შენ დაგიბრუნდები. არ შეიძლება ხარ. ჩემთვის ხარ ძალიან ნიჭიერი ადამიანი, ანუ ბევრი მხრივ ჩემთვისაც. ბევრი რამე შეგიძლია თანაბრად რაღაც კარგად აკეთო და იქაც წარმატებული იყო. წარმატება შენთვის რა არის? მონეტიზაცია, როდესაც ხდება შენი რაღაც კონკრეტული საქმის, ის რომ შენ იყო რეალიზებული და ჩვენ რა კარგი ხარ, ნიჭიერი ხარ თუ უბრალოდ ეს არის შენთვის დაცლის საშუალება. ორივეა. ნაწილობრივ ისიც არის დაცლის საშუალებაც არის, იმიტომ რომ ყოფილა პერიოდი რომ ჩემი არ მიკეთებია დიდი ხნის განმავლობაში და შემაწუხა რა, რო არ ვიცლებოდი, ძალიან დაგროვდა და შემაწუხა. ტელევიზიაზე გულწდება. ეს აუცილებლად, როგორ? ტელევიზიაზე გულწდება. გულახდილად. რო აღარ მუშაობ? საერთოდ არ მწყდება გული. იმიტომ რომ ტვერი არ გენატრება? არა. კამერების? არა. აი სწორედ მაგაზე ხო არ თქვი რომ აი ეს თავისუფლება ვიმსკეთება რაც მე მინდოდაო თქვათ აი რა არა იქ როცა ვიყავი იყო პერიოდი რომ იქ მომწონდა იმის კეთება და იქ ვიცლებოდი მაგრამ იყო პერიოდი რომ საერთოდ აღარ ვიცლებოდი რაღაცა სხვა რაღაცაზე ვიყავი გადართული და მაგდო შემაწუხა და ეგეც დაცლაც აუცილებელია ჩემთვის და გამოძახილიც რა თქმა უნდა გამოძახილი თუ დაცლა უფრო დაცლა 100,000 აქ ჩემ ვიდეოს
ან მე ბედნიერი ვარ, რომ ის კარგად ჩავწერე დღეს, რომ ნახე, გეტყვი, უფრო დაცლა, იმიტომ რომ გამოძახილი როცა არ მაქვს, არ მაწუხებს და როცა არ ვიცლები მაწუხებს. გამოძახილი რო არ არის, არ აწუხებს. შენ გაწუხებს, როდესაც რაღაც აკეთებ და არ მოდის უკან რეაქცია. არ გაქებენ, ან არ გლანძღავენ, ან რაღაცა. არა, იმიტომ რომ არის ყოველთვის ის შემთხვევა, რომ ამაკებენ, ან მლანძღავენ და ამიტომ ჯერჯერობით არ მქონია, ხო? მაგრამ პრინციპში ჩვენ სამივე ისეთ რამეს ვაკეთებთ, რომ გამოძახილის გარეშე ჩვენ არ ვარსებთ. ხო, გამოძახილი თუ არ იქნება, მაგისთვის ვილაპარაკო. რისთვის ვაკეთოთ ეს ყველა? არა, არ მაწუხებს არ ნიშნავს, რომ საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევ, კაცო. როცა რაღაცას ვაკეთებ ისეს, რომ ვიცი, რომ უნდა კონდეს კარგი გამოძახილი და არ აქვს, რა თქმა უნდა, ცოტა გულისწყეთა არის, მაგრამ როცა ვერ ვიცლები, ბევრად უფრო მაწუხებს, ვიდრე როცა გამოძახილი. და ისე ჭკვიანი ხარ? იცით რა არა, ეხლა რო გითხრათ. არა, მაინტერესებს. მე მაგალითად ბევრ ამაში ვიცი, სადაც მოვიკოჭლებ, სად მაქვს სისუსტეები, სად შემიძლია თქვა თავზე, რომ უტვინო ვარ. მე ალბათ თლიანად ვიტყვი, რომ უტვინო ვარ. ამას თვითშეფასებაზე აქვს სამშაბათი. მეც მაქვს ეგ, რომ ზუსტად ვიცი, რას არ მოვკიდებ ხელს და რას მოვკიდებ ხელს. ეგ ზუსტად ვიცი. რომ მომკლა ხელს ვერ მომაკიდები ისეთ საქმეზე, თუ ხვდები, რომ შეიძლება ვერ გამომივიდეს რა. აი რაღაცა ისიც არ გიჩნდება, ინტერესი, რომ აი ინტერესი რა თქმა უნდა, კაცო, ინტერესი კირკიტი, იქ დეტალურად. მე თუ მივხვდი, რომ ეს უკვე იმ დონეზე ვიცი, შეიძლება ხელი მოვკიდო, მე წავალ მაგ ამბავზე, მაგრამ ეგრევე რომ აი რაღაცას ხელი მოვკიდო ისეც, რომ ვერ წარმომიდგენია რა გამოვა ბოლოში, ან გამომივა თუ არა, ეგეთ რისკზე არ ავანტურისტი არ ხარ? აი რაღაცას არ მოკიდებ ხელს ისეც. არავითარ. სიახლეების გეშინია? არა, სიახლეების არ მეშინია. პირიქით სიახლეები მაინტერესებს, ოღონდ დეტალურად უნდა შევისწავლო ეს სიახლე და დეტალურად უნდა ავითვლისო. რისკი არ უყვარს რა. ხო, რისკი რისკი აღარც მე არ მიყვარს რა. დიდად არ მიყვარს. არა, ხალხო, რისკი მარტო ის ხო არ არის ალბათ, რომ ასე ახლა გადახტე და გადმოხტე, არა, ვინ გულისხმობს? ეგეთი შტერებიც არ ვართ, კაცო, რომ გადახტე და გადმოხტეთ, მაგრამ ანუ ხო აი რაღაცებზე აი ძალიან ცვლილებების შიში რომ აქვს რაღაცების მიმართ. მირჩევნია ხოლმე რომ ეგ ადამიანური ბუნებაა ცვლილებების შიში ყველას არის. მაგრამ რაღაცა მომენტში გამირისკავს, მაგალითად ტელევიზიიდან წამოსვლა, საერთოდ ნოლიდან, რა თქმა უნდა. მატერიალური რისკი იყო თუ ყველანაირი მატერიალური რისკიც იყო, იმიტომ რომ საერთოდ ნოლიდან დავიწყე ყველაფერი, საერთოდ. აბა ეგ რისკი იყო, აბა არ იყო. მარტომ დაიწყე? კი. სულ. მე და მეუღლე. ხო, მეუღლე აგზის და აგერ არის ძალიან მოწონს ეს ფაქტი ერთად რომ მოხვედით, იმიტომ რომ ზირთად არ დადიან ხოლმე ერთად. კი, ამასაც ერთად ვაკეთებ. ცინკვესები არის თავიდან ბოლომდე ჩემი და ჩემი მეუღლე. შემოქმედებითი მხარე მაქვს მე ჩემ თავზე აღებული. დანარჩენს არაფერს არ ვკითხო. ანუ ოჯახში დირექტორი ცოლია? ხო, შეიძლება ეგრე ითქვას. ცინკვესებში კი ეგრეა. და ძალიან გაასწორა სხვათა შორის, არ მეგონა რომ აი მეუღლესთან ერთად. ძალიან რთულ საქმეს აკეთებს. ძალიან, ჩემზე ბევრად. ერთ-ერთ ყველაზე რთულ საქმეს აკეთებს. ბევრად რთულ საქმეს. ხალხი აპლოდისმენტები მე უღელს. ნამდვილად. ანუ ყველა წარმატებულია კაი კაცის უკან, კაი ქალი დგას. კი. კიდევ უფრო წარმატებული და მაგარი ქალი დგას. კი. ხო, აი, შენი ცოლი რო არა, აბნაც ვერ მიაღწევდი? ვერა. აუ, გავგიჟდები, ხა ჩემ ვერ გავრისკავდი. აი, იმ დიდ რისკზე. აუ, ტყუილი და მართან. ესეთი თამაში მოვიფიქრე, შეიძლება ვერ ვიფიქრეთ, რომ აი თამაშები, იმიტომ რომ ვიცით რომ სიმღერებს ვერ გვიბღერებ და მაგის ილუზიაც არ გვაქვს. არა, გიტარა მაინც მოვიტანეთ, ხო? არა, ნახეთ, მე ცინკვესებს არ ვიმღერებ. არ ვიმღერებ კი რა, არ ვიმღერებ, სხვა გადაცემებში თორე. დანარჩენი მეგისმენთ შემიძლია თქვენ აბა, დაგავაკეთოთ. რომელი რაც შეგიძლია, მე ყველაფერს ვუსმენ შენსაც და ყველაფერი მიყვარს და ყველაფერი ვიცი. დიდი ისეთ გავა რომ შრიალებდეს კაში აი ეს ფანტასტიკური კაბაყვებოდეს ამდა რა ლამაზი რა ლამაზიაცა იყიდი ისეთ გავა როგორიც ახარშე იყიდი ისეთ გავა ძველად რომ შლი დავანებე როგორიც ეცვათ ფეხლებს ჩვენი გაცნობის დღეს იყიდი ისეთ გავა როგორიც ახარშე ბრავო ბრავო ვიყვარხარ
ხო და შეგრძნებების დონეზე აი შენ მეუღლეს რუბრიკას უყიდები. ჩემ მეუღლეს რაღაცა ზაფხულის. ზაფხულის სარაფანაკაბები. აი სარაფანა კაბები ზეპლებლებით. და მე ეს პლებლები რომ მიფრინავენ. სად გაიცანი მეუღლე? რა კაია. აუ ძალიან მაგარი ისტორიაა. აუ მოყევი თუ შეიძლება. არა ყოლებ. ცენა მოიგეში იყო მოსული. მეუღლე. მოიცადე როგორც მონაწილე? კი. არასდროს რამდენი ფული მოიგო? ვერ მოიგო საერთოდ. რატო არ მოგებინეთ? მან გავიცანი და მითხრა რომ მაშინ სოლო 5 ეულს ვაკეთებდი. ხო. და შენი ჯექი ჟიურიში? არა, საერთოდ არ ვიჯექი. არა, სცენას აკეთებდი. სადღაც შემხვდა. ახლო და მე მაგრავს ეკვაო მითხრა მოაჭრა ეგრევე და შენო კლიპი თუ გექნებაო დამირეკეო ეგეთი ის იყო. ეგრევე, კი. აბა რა, მე კაი თქო უთხარი და წავედი მე. აკეთე და ყაბა ხო? კაი თქო, უეჭველი თქო და წავედი მეთქე ცოტა. არ არის ინჯანზე. მოაჭრა ადამიანო, თან ერთი 3 თვე დახურულია ის გადაცემა, აღარ გადიოდა ჩემი გადაცემა. ხო და წავედი მე ჩემს საქმეზე და მე ვარ დღეს მეღადავება მთელი სამსახური და თურმე უთქვია, გადაცემაშივე უთქვია, რომ ისო ის ბიჭიო რო დამპირდაო, რო კლიპებში გადაგიღებო, სად არისო, რატო არ ესწრებაო? თურმე მე დავპირდი. თან. შენ დაპირდი კლიპებში გადაიღები. და მეღადავებოდნენ რომ გოგოებსო კერაო რომ აი კლიპებში გადაგიღებ. და დროს გოგო პირიქით დაკერა. ხო. ხო და ესე გავიცანი ნათი. და დაიწყო ფიქრი უკვე რა ოპა რაღაცა. კი. ნელ-ნელა. გადაიღე კლიპში. კი მე კი კაცო, მაგრამ ის უკვე აღარ გადიოდა ის გადაცემა. ძალიან საყვარელი წვენი ხარ. და ნათია, რავი, ჩემი ახალი ოცნებაა რომ ნათიასთან ვილაპარაკო. დაუძახოთ. მოკლედ ახლა ვითამაშებთ თამაშს, უნდა მოვყვეთ ისტორია. და ჩვენ გვეცოდინება მარტო ეს ისტორია ტყუილია თუ სიმართლეა. და უნდა გამოიცნოთ, ხო? სამივე მოვყვებით ამ ისტორიას. და აბა თუ მივხვდებით სიმართლეა თუ ტყუილია. ვინ დაიწყებს? შენ ისე ფიქრობ რომ მე მგონი იგონებ უკვე რაღაცას და უკვე ტყუილია. არა, უბრალოდ რაღაც რეალურს ისეც რომელიც შესაძლებელია ტყუილს გავდეს. ხო. მოკლედ ხო და ჯირითობ 5 წლიდან რა. და ერთხელ გადავწყვიტე რომ ურიგოთ წავიდე ბაკურიანში ცხენზე. საჯირითოდ და აღმოჩნდი ცხენის უკან. ამ ცხენმა ესე კლინკები აყარა, მთლიშა მაფრინა 1-500 მეტრი დაჟე და მეტი. დამახეთქა ძირს, გადამეხსნა საფეთქელი. და მეცა მაცივარი. მეცა მაცივარი. ამოვიყანე, მარგო თავში ქონდა მაცივარი მორტყმული. და გადახსნილი მაქვს საფეთქელი 5 წლის ვარ წარმოიდგინე. ნუ წამოყვანეს საავადმყოფოში ბაკურიანის რა ვიცი რაც იყო მაშინ. ეს ვერაფერმა ვერ უშალავს, რაღაც გაკერვასაც არ ექვემდებარებოდა და არ ვიცი რატო და უცებ ვიღაცა არც ვერ გამიკერეს რა. არ ესე მახსოვს რომ ვერ გამიკერეს. კარგად მახსოვს თან. ხო და აქ მაქვს ეს შრამი არ მაქვს. მომაკ. ხო და ისა რა ქვია. მოკლედ მე უცებ საიდანღაც გამოჩნდა 2 ამერიკელი ცოლ-ქმარი ექიმები, რომელმაც წამისვას მალამო და მეორე დღეს შრამიც კი აღარ ჰქონდა სახეზე. სიმართლეა თუ ტყუილი? ანუ ცხენზე რო ჯირითობ ვიცი ნამდვილად ბავშვობა, ხშირად უთქვამს და ახლა. შრამი რო არა აქ ანუ ნაიარევი თუ რაც ქვია, ლოგიკურია, იმიტომ რომ თუ 5 წლის იყო და გაიზარდა, კაეს წავიდა. წავიდოდა ზემოთ. ეხლა სადღაც შეიძლება აქ, მაგრამ სხვაგან არის. არ დაგავიწყეთ მალამო. გონი ტყუილია. მეც ეგრე ვფიქრობ, რომ ტყუილი უნდა იყოს. დააფიქსირეთ ნაწილი ტყუილია, მაგრამ ტყუილია. ანუ აფიქსირებთ თქვენს? კი. კი, ტყუილია. სიმართლეა. მართლა. სად შეიძლება მალამოს ის ნახო? 2 ადამიანი ვინ იყო? დღემდე არავინ არ იცის. მე წასვლიდან მეორე დღეს აი ოდნავი პატარა შრამი მაქვს დარჩენილი. არა, გაქრა, ამხელა გადახსნილი სახე. გაქრა. მედი ახლა მოყევი შენ. ან მე ვარ ასე 5-6 წლის. აუ. ძალიან მიდიოდი. კარგად ჯირითობ ცხენზე. არის ძალიან დიდი რიგი, აქ ვაკესაბურთალოზე იპოდრომი იყო. და მეც ურიგოთ შევედი ცხენთან. შენც ცხენზე უნდა მოყო, სხვა გზა აღარ არის. ხო და იქ რახან ესე არავის კარგად არ ვიცნობდი, მომიწია ჩემი თავის კარგად პრეზენტაცია, რომ მათ უფლება მოეცათ ცხენზე დაჯდომის და მოკლედ ისეთი ჩავატარე, რომ კარგიო და მომცეს ერთი ცხენი. მომცეს რა დამაჯინეს, მომეხმარა. სამწუხაროდ არ მახსოვს იმის სახელი და გვარი. თავიდან კარგად წავედით 1-2, ანუ სანამ რა ქვია იმას ასე რომ მირბის ხოლმე. ჩოდრით თუ რა ქვია?
რა ქვია ამას? თვითონ სირბილს ეგეც. არა, აი რო დადის ჯერ. სამხედრო სირბილს. ჩუქ-ჩუკი. ხო. სანამ ჩუქ-ჩუკი დადიოდა, მაყოფილი ვიყავი და რაღაც ეტაპზე ისე გავთავხედდი, რომ ამ კაცს ვთხოვე, რომ ერთი პეტრე შემოარტყი, მინდა რომ ბოლომდე კარგად გავჩუქჩუკდეო. ძუნძული არის. კარგად გავჩუჩუნდეთქო და ისე შემოარტყა, რომ ეს ბეჩავი ცხენმა თორმე თუ არ იგრძნო, რომ მასზე პატრონი ზის, რასაც უნდა იმას აკეთებს. აიწყვიტა ჩემმა ცხენმა, გამაქანა, თავლაში მივიდა თავის სახლში, ანუ შეშინებული, რომ შევარდა, მე რა თქმა უნდა მასზე ვიჯექი და მომიწია თავით იმის გატანა, კარების ზღურბლის. და ძალიან მძიმე ტვინი შერყევა მქონდა, ჩამოვარდი საბედნიეროდ ცხენმა, ნუ ვერ მოასწრო ჩემი, არ ვიცი, ვერც ციხლების დარტყმა, იმიტომ რომ გავარდა წინ. და გამოფხიზლებაც ვერ მოასწრო შენი ხო, ანუ ნაიარევი არ მაქვს, იმიტომ რომ არაფერი არ გამხეთქვია, უბრალოდ მას შემდეგ რამდენიმე წელი იპოდრომის ტერიტორიაზე ასე გვერდულად გავდივდი. ახლა ტყუილია თუ მართალი. დეტალები იმდენად დამაჯერებელი. ძალიან ხალია რა. კი. მოდი ტყუილს ვიტყვი მე რა. მე ვიტყვი რომ სიმართლეა. აი საინტერესო გახდა. კი, კი, მე ტყუილს ვაფიქსირებ. მართლა სიმართლეა? ხო? კი. და ნამდვილად აღიარე. ხარ და მართლა დამემართა. ოღონდ აქ იყო ერთი ტყუილი. მე რო თავლაში მაინც ცხენს შევექანებინე ისე რომ მე თავით ზღურბლი გამეტანა, ცოცხალი არ ვიქნებოდი. ერთი მახსოვს, უკნიდან ღრიალებდე რომ თავი დაწიე, რომ შევარდნილიყავი და ეს ხენი. ცხენზე უნდა იყოს ყველა ვარიანტი. ყველა ვარიანტი ცხენზე იყოს? არა. იყოს ცხენზე, მაგ კაცო ცხენზე. აბა მე საინტერესო ისტორია, მოკლედ ბაკურიანში წაგვიყვანა პირველად, მამა ჩემმა წაგვიყვანა პირველად ბაკურიანში, ესე იგი მამა ჩემს ბევრგანა მაქვს მოყოლილი საბავშვო მუსიკალური ინსტრუმენტული ანსამბლი ჰქონდა მამა ჩემს და იქ ფოლკლორი? არა. აი როგორც ვია 75-ვით, ოღონდ საბავშვო. ხო და მოკლედ აი ეს კა რა, წაგვიყვანა ბაკურიანში მთელი ჯგუფი და პირველად აღმოჩნდით ციგურებზე. ოღონდ ძალიან მაღალი მთიდან, მანდ 25-იანი და 28-იანი თუ რაღაცეები ხო, ნომრებით არის, ხო და მაღალი მთიდან დავეშვი რა, აი ამ ციგურები და ვერ გავითვალისწინე, პატარა ვიყავი, რომ ხახუნის ძალა სხვანაირად მოქმედებს ყინულზე და სხვანაირად მოქმედებს ჩვეულებრივ ასფალტზე მაგალითად და დავეშვი და რომ დავეშვი, სადღაც შუაში მივხვდი, რომ დამთავრებული მე აღარ ვაკონტროლებ სიტუაციას, მაკონტროლებს სიგა მაკონტროლებს მე თვითონ. ხო და ამ ფიქრში ბოლოში რო ჩავედი, ჯერ იყო და ბამბის ნაყინი დაუმტრიე კაცს, ბამბის ნაყინის დანადგარი დიდი. ხო, იმას შეველეწე და დაუმტრიე და სულ ბოლოში შევარდი ცხენებში პირდაპირ აქირავებდნენ ცხენებს. ცხენი მაინც მოვიდა. ხო, აი სად გამოჩნდნენ ცხენები რა. ამ სულ ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდნენ. და ბოლოში ამ ცხენებს შევარდი ფეხებში რა. ხო. და ესე დამთავრდა ეს ამბავი. მართლა მეც არაფერი დამზიანებია ისეთი რეალური რომ დამახსოვრებოდა ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ცხენების ისტორია ესეთი ეგეთი გაქვს. კი. ვაფიქსირებთ ჩვენს იმებს, რა ქვია? ჩემი აზრით არის მაგარი ტყუილია. ჩემთვის მართალია. ჩემთვის ძალიან ტყუილია. ვაფიქსირებთ ტყუილი? აბა გითხარი. ეს არის მართალი. კი. დანანანა. ანუ ყველა რაღაცნაირად. სამი, აუ რა მაგრები ვართ. რა? სამი სიმართლე რომ სამი სიმართლე მოვყევით. მოკლედ, ეხლა მე მინდა გითხრა ბევრი კომპლიმენტები. ბევრი სიყვარულები გამოგცე, ბევრი კარგი ენერგია მოგცე. ძალიან დიდი მადლობა. და ძალიან მიყვარხარ და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ დღეს ჩვენი სტუმარი იყავი, იმიტომ რომ ეს სავარაუდოდ ნახვევს მოგვიმატებს. კი ბატონო, მეც ნახეთ, რას ვიზამ, მე ჩემს გამომწერს ვთხოვ, რომ გადმოდით და დაასაბსკრაიბეთ. ასე შევკრავთ community-ს, რა ქვია? community. არ დაგავიწყდეს ასე. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. და დაგვასაბსკრაიბეთ. კი. და ნანიკო მოგეფერებათ.